კომპანია OpenAI-ის ხელმძღვანელმა სემ ალტმანმა განაცხადა, რომ მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 800 მილიონზე მეტი ადამიანი იყენებს ყოველკვირით ხელოვნური ინტელექტის chatbots ChatGPT-ს და რა თქმა უნდა, დიალოგი, ყველა ტიპის დისკუსია, რომელიც იმართება მომხმარებელსა და ChatGPT-ს შორის, არის კონფიდენციალური, თუმცა რამდენიმე თვის წინ ChatGPT-ს ჰქონდა ფუნქცია, რითაც მომხმარებელს შეეძლო გაეზიარებინა ის ჩატი, რომელიც ჰქონდა ხელოვნური ინტელექტის chatbot-თან. მოგვიანებით ჟურნალისტებმა განაცხადეს, რომ ამ ბმულების საშუალებით შესაძლებელი არის ინდექსირება ამ ბმულების და შესაბამისად საძიებო სისტემის საშუალებით ყველას შეეძლო ამ ჩატების ნახვა. რა თქმა უნდა, იყო ანონიმური, არ ჩანდა ვინ რას წერდა ChatGPT-ს, თუმცა შინაარსი ხელმისაწვდომი იყო ინტერნეტში, დაახლოებით 90,000-მდე დისკუსიაზე არის საუბარი და Washington Post-მა შეისწავლა დაახლოებით 47,000 დისკუსია, რომელიც გაიმართა მომხმარებელსა და ChatGPT-ს შორის. მათ აინტერესებდა თუ კონკრეტულად ყველაზე მეტად რა თემები აინტერესებთ მომხმარებელს და რასთან დაკავშირებით ლაპარაკობენ ხელოვნური ინტელექტის მოდელთან. რამდენიმე კატეგორიად დაყვეს ჟურნალისტებმა ის თემები, რომელიც აინტერესებდათ მომხმარებელს. უპირველეს ყოვლისა ეს იყო კონკრეტული ინფორმაციის მოძიება, რომელიც მათ პირად ცხოვრებას შეეხებოდა, ფიქრები და აბსტრაქტული დისკუსია, პროგრამირება, მონაცემების ანალიზი და მათემატიკა, სამსახური და ტექსტების რედაქტირება, ტექსტების შეჯამება და სხვა. ეს არის კატეგორიები, რომლითაც ჟურნალისტებმა დაყვეს ის კონკრეტული დისკუსიები, რომელიც იყო მომხმარებელსა და ChatGPT-ს შორის, როგორც ვკითხულობთ სტატიაში, ძალიან ხშირად იყო პერსონალური ის კითხვები და ემოციური, რაც ჰქონდათ მომხმარებელს ChatGPT-სთან და ChatGPT-ს შესაბამისად ცდილობდა, რომ ყოფილიყო მეგობრული. რაც შეიძლება მეგობრული მომხმარებლის მიმართ და ტექსტებით გამოჩნდა ის, რასაც სოციალურ ქსელში მომხმარებლები წლების განმავლობაში ლაპარაკობდნენ. ChatGPT ძალიან ხშირად ცდილობს დაეთანხმოს ფაქტობრივად ყველაფერში, რასაც მომხმარებელი მას მისწერს. 47,000 დისკუსიიდან დაახლოებით 17,000-მდე დისკუსიაში ChatGPT-ს პასუხი იწყებოდა სიტყვით დიახ. ამასთან დაკავშირებით მომხმარებლები აცხადებდნენ, რომ მათ აღიზიანებთ ChatGPT-ს ასეთი სტილი საუბრის, თუმცა როგორც კომპანია OpenAI-ში აღნიშნავენ, მათთვის მნიშვნელოვანი არის, რომ დისკუსია ChatGPT-სთან მომხმარებლისთვის იყოს რაც შეიძლება კომფორტული და სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც, ასე ვთქვათ, ძალიან ხშირად ეთანხმება ChatGPT თითქმის ყველაფერში, რასაც მას მომხმარებელი ელაპარაკება, თუმცა ეს ყოველთვის ასე არ არის. ძალიან ხშირად სხვადასხვა ტიპის განახლებები ემატებოდა ამ პერიოდის განმავლობაში ChatGPT-ს და რითაც ChatGPT ცდილობს ხოლმე გაუსწოროს ინფორმაცია მომხმარებელს, თუმცა ბოლომდე ეს ჯერჯერობით არ არის კარგად ჩამოყალიბებული, რადგან როგორც Washington Post-ში აღნიშნავენ, ძალიან ხშირად სხვადასხვა შეთქმულების თეორიას ავითარებდა მომხმარებელთან ერთად ChatGPT, თუმცა როდესაც ფაქტებზე დაყრდნობით წერდა შემდგომ რამეს მომხმარებელი იმ წუთასვე ცვლიდა ტონს და შესაბამისად ცდილობდა ისეთივე ტიპის პასუხები გაეცა მომხმარებლისთვის, როგორიც თვითონ მომხმარებელი წერდა მას. გარდა პერსონალური ინფორმაციისა თავიანთი ცხოვრების შესახებ მომხმარებლები ხშირად უზიარებდნენ ChatGPT-ს პერსონალურ მონაცემებს, როგორიც არის ელექტრონული მისამართი და ტელეფონის ნომერი. ამასთან დაკავშირებით ახლახანს კომპანია OpenAI-მ განაცხადა, რომ ChatGPT-ს დაუმატა ფუნქცია, რითაც შეუძლიათ მომხმარებლებს შეუცვალონ ეგრეთ წოდებული ხასიათი ChatGPT-ს, რათა ყველაფერში ChatGPT მომხმარებელს აღარ ეთანხმებოდეს.